მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. თითქმის დასასრულს უახლოვდება ულამაზესი და ოქროსფერი შემოდგომა. შემოდგომის გახსენებაზე ყოველთვის თავში მომდის აზრად ოქროსფერი ფოთლები, წვიმიანი ამინდი, ცხელი ჩაი ან ყავა და უგემრიელესი დარიჩინის სინაბონების სურნელი. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე არ ვარ დიდი ფუნთუშეულის მოყვარული, შემოდგომაზე რამოდენიმეჯერ ვაწყობ სინაბონებს, მაქვს უამრავი დატესტილი რეცეპტი, ხოლო დღეს გაგიზიარებთ ყველაზე ადვილ რეცეპტს, ისეთი ადვილია, რომ ალბათ ბავშვიც კი შეძლებს მის გამოცხობას. სინაბონების მოსამზადებლად დაგვჭირდება 150 გრამი შაქარი, 2 კვერცხი, 80 გრამი კარაქი გამდნარი, 250 გრამი რძე და რძე უნდა იყოს თბილი, რაც მთავარია, 1 სუფრის კოვზი საფუარი და 1 სუფრის კოვზი ვანილი. ასევე ფქვილი დაგვჭირდება 500-550 გრამი, რომელსაც სულ მალე გავცრი, რადგან ფქვილი უნდა იყოს გაცრილი, სინაბონები ამოვა უფრო ფუმფულა და გემრიელი. პირველ რიგში მოვამზადოთ აპარა, ანუ სინაბონების ხაში, ამისთვის თბილ რძეს დავუმატებ 1 სუფრის კოვს საფუარს და 1 სუფრის კოვს შაქარს. ასე მოვურიოთ და დავტოვოთ რამოდენიმე წუთით. 5-7 წუთი საკმარისი იქნება. აპარა გვერდზე გადავდოთ ამოსასვლელად და ახლა ჩავაცერ ფქვილს. აქ მაქვს 550 გრამი ფქვილი, 500 გრამს ჩავცერ და 50 გრამი თუ დასჭირდება, შემდეგ დავუმატებ. რადგან როგორც იცით, ყველა ფქვილი ერთი და იგივე არ არის და ზოგჯერ მეტი ან ზოგჯერ ნაკლები შეიძლება დაგჭირდეთ. ფქვილი უნდა იყოს რბილი, უნდა იკრავდეს ხელზე და არ უნდა იყოს ფქვილით გაჯერებული და მაგარი. ჩაცრილ ფქვილში დავუმატოთ კვერცხი, კვერცხს დავუმატოთ ასევე 1 ჩაის კოვზი მარილი, გავთქვიფოთ და დავუმატოთ ცომს. ცომს კი არა, და ფქვილს. ასევე ვანილი, შაქარი, კარაქიც, ასევე უკვე ამოსული აპარაც, გავიდა 5 წუთი, გამოიყურება ასე, სავსებით საკმარისია 5 წუთი. დავუმატოთ ფქვილში და მოვზილოთ ცომი. 100 გრამი ფქვილის შემდეგ ჩემი ცომი გამოიყურება ასე, არის ძალიან თხელი და რა თქმა უნდა, სადღაც 100-150 გრამ ფქვილს კიდევ დავუმატებ. სხვათა შორის დავაკვირდი, რომ ამ ბოლო დროს რეცეპტის მიხედვით რამდენი ფქვილიც არის საჭირო, არასდროს არ ყოფნის და ყოველთვის მეტს ვამატებ და ეს არ არის 100 გრამი ან 150 გრამი, სჭირდება 200 და მეტი გრამი ფქვილის დამატება. არ ვიცი, შეიძლება ფქვილი გააფუჭეს და რაღაცეებს ურევენ, არ ვიცი, ან და სხვა მოსაზრება არ მაქვს. ჩემი აზრით, ფქვილს ურევენ ალბათ რაღაცას, რომ ზედმეტი გამოვიდეს და ისეყიდიან. სხვა ვერაფერს ვერ ვფიქრობ. ახლა დავამატე 100 გრამი და კიდევ სჭირდება დამატება. არადა გამომიცხვია ამ რეცეპტით და ყოველთვის 500-530 ან 550 გრამი სჭირდებოდა.
ახლა დავამატე და კიდევ დავამატებ. ამჯერად ჩემმა ცოლმა აიღო 700 გრამამდე ფქვილი, როგორც ხედავთ იკრავს ხელზე, ამიტომ ცოტა ზეთს გამოვიყენებ და კიდევ ზეთით მოვზელ. აი, ასეთი ცომი არის იდეალური, არის რბილი, ოდნავ იკრავს ხელზე, მაგრამ არის შეკრული ერთგუნდად და არ იშლება. ახლა ამას დავდებ თბილ ადგილას, სადღაც 1 საათით, საათნახევრით, რომ ცომა კარგად დაისვენოს და ამოვიდეს. ხელთათმანებით ვზელ, რადგან ფრჩხილის ლაკი მაქვს წასმული და არ მიყვარს, როცა ფრჩხილის ლაკით ცომს ვეხები ან საერთოდ რაიმე სადილს, რადგან ძვრება შემდეგ მანიკური და ჩადის შიგ ცომში, რაც არ არის ჯანსაღი, ამიტომ ვიყენებ ხოლმე ხელთათმანებს. ხელთათმანებიც არის ხშირ შემთხვევაში სამედიცინო, რადგან სამედიცინო ხელთათმანები არის ანტიბაქტერიული და არ შეიცავს ცუდ ქიმიკატებს, ამიტომ ცომის მოზელვის დროს და საერთოდ სადილის დროს, სადაც ვიყენებ ხელთათმანებს, არის ანტიბაქტერიული ხელთათმანები. ცომი მზად არის. ამ ცომს დავდებ ახლა თბილ ღუმელში. ღუმელს ვაცხელებ სადღაც 1-2 წუთით 200 გრადუსზე, შემდეგ ვთიშავ და თბილ ღუმელში ვდებ ცომს. ასე უფრო ადვილად ამოდის და ცომით სითბოში დევს. მოვამზადებ სინაბონების შიგ თავს, აქ მაქვს 200 გრამი შაქარი, წესით სინაბონებს უხდება დარიჩინი, ჩემს ბავშვებს არ უყვართ დარიჩინი და ამის გამო ვუმატებ 1 სუფრისკოვს კაკაოს, თუ დარიჩინით მოვამზადებთ ამ ფუნთუშებს, მაშინ 1 სუფრისკოვზი დარიჩინი დავუმატეთ და ამოვურიოთ კარგად. ასევე დაგჭირდება 100 გრამი ან 80 გრამი კარაქი გამდნარი, ჯერ წავუსმევთ ზემოდან გაბრტყელებულ ცომს, შემდეგ მოვაყრი ამ შიგ თავს, გადავახვევ და ისე გამოვაცხობთ. გავიდა საათნახევარი, ჩემი ცომიც გაორმაგდა, ახლა გავაბრტყელებ 1 დიდ პლასტს, შემდეგ ზემოდან წავუსმევ გამდნარ კარაქს და მოვაყრი შიგ თავს, შემდეგ გადავახვევ, დავჭრი და გადავიტან გამოსაცხობ ფორმაზე. I was standing, staying still, never said what I feel, and every time I took the blame, carried all this quiet shame, 'cause all the pressure in my chest, I've got to fight to catch my breath, when every step still feels. როგორც ხედავთ, აქ ბოლოებში დავტოვე ცოტა წაუსმელი და შიგ თავსის გარეშე, რადგან ახლა უნდა გადავახვიოთ ცომი და შემდეგ დავამაგროთ აი იმ ადგილას, ამიტომ აუცილებელია რომ დატოვოთ 1-2 სანტიმეტრი ბოლოში შიგ თავსის გარეშე. ახლა გადავახვევ და შემდეგ დავჭრი. ვჭრი ძაფით, რომ ლამაზი უზორი გამოვიდეს. Trying not to break. Where do I go from here? Maybe I'll disappear. If I don't try, I'll never know. I'm waiting on you. Where do I go from here? There will be no more tears. Kill the doubt, feed the fire, hear the voice inside. ასეთი სილამაზეები გამოვიდა, ახლა ამასაც დავაყოვნებთ სადღაც 9 საათით თბილ ღუმელში და შემდეგ გამოვაცხობთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით.
ბავშვებს ორკვირიანი საშემოდგომო არ დადაგები აქვთ, შემდეგ კვირას უკვე სკოლაში მიდიან, ეგ იმას ნიშნავს, რომ მე ვალაგებ მხოლოდ სამზარეულოს და ვანატვალეთს ბავშვები ამ ტვერს ასრულებენ მისაღებ ოთახში, თავიანთ ოთახებს ალაგებენ რა თქმა უნდა და ასევე იღებენ მტვერს. ვინც არ იცით, გერმანიაში არის კანონი იმის და მიხედვით, რომ ბავშვები ვალდებულები არიან დაეხმარონ მშობლებს, გაამტვერს ასრულონ, აიღონ მტვერი, გაიტანონ ნაგავი და ასე შემდეგ. თავიანთ ოთახების დალაგებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედა მეტი ის აუცილებელია და ასევე კანონის მიხედვით თუ მშობელი ავად არის, ბავშვი ვალდებულია რომ იმაზე მეტი გააკეთოს, რაც ევალება. მოკლედ აქ ყველაფერი კანონის მიხედვით არის და ამას ასწავლიან სკოლაში ბავშვებს, რომ იცოდნენ ვალდებულები არიან რომ დაეხმარონ მშობლებს. მოკლედ, ახლა მინდა რომ სამზარეულო დავალაგო, რადგან დანარჩენ ოთახებს ბავშვები ალაგებენ, იქ მხოლოდ გამტვერს ასრულება უნდა და მტვრების აღება მეტი არაფერი არ არის გასაკეთებელი, ამიტომ დღეს მინდა რომ კარგად გავწმინდო სამზარეულო. გუშინ არ გამიწმენდია და არ ვიცი, აი ვერ აგიხსენებთ უბრალოდ რა დღეში აქაურობა, შეიძლება კამერაში არ ჩანს, მაგრამ გუშინ ცერგომ ხორცი შეწვა და ეტყობა ამ ყველაფერს, რომ ჩემი გაკეთებული არ იყო გუშინდელი სადილი, რადგან ეს ჩემი გაკეთებული საქმე არ არის. გასაწმენდია, გასაწმენდი კი არა, გასახეხია მთლიანად ყველაფერი. მოკლედ, მინდა რომ გავწმინდო და ასევე ვერაფრით ვერ მოვაბი თავი, აქ მიდევს საღებავი სამზარეულოსი და ვაპირებ რომ ეს ადგილისლები შევღებო, სადაც საღებავი ასწვრა, მთლიანად შეღებვას არ ვაპირებ, უბრალოდ შევღებავ იმ ადგილებს, სადაც საღებავი ასწვრა. I was standing, staying still, never said what I feel, and every time I took the blame, carried all this quiet shame, 'cause all the pressure in my chest, I've gotta fight to catch my breath, when every step still feels the same, trying not to break. Where do I go from here? Maybe I'll disappear, if I don't try, I'll never know, I'm waiting on you. Where do I go from here? There will be no more tears. Kill the doubt, feed the fire, hear the voice inside. It's my turn this time. They took a shot, now I want mine. You fall, I rise, I take the wheel. So this is how it feels. Where do I go from here? Maybe I'll disappear. If I don't try, I'll never know, I'm waiting on you. Where do I go from here? There will be no more tears. Kill the doubt, feed the fire, hear the voice inside.
ახლა გავწმინდე პლიტა და გამახსენდა კომენტარები. ხშირად მიწერთ ხოლმე კომენტარებში, რომ რა კარგია პლიტა, უცებ გაწმენდა. ხშირად მეკითხებიან რჩევასაც, ასეთი პლიტა როგორი მოსავლელია და ასე შემდეგ. ახლა გავწმინდე უბრალოდ ზემოდან, გვერდიდან იდეალური სუფთაა და ხელსაც რომ მოკიდებ სუფთაა. ახლა გაჩვენებთ დეტალებს, რომელიც არ გამიწმენდია კარგად, მაგალითად აი ეს. ხელს რომ მოკიდებ, არაფერი არ არის, ეს არ ვიცი შიგნიდან არის თუ როგორ არის. ამას სჭირდება უფრო კარგად გაწმენდვა, ასევე აი აქაც. უბრალოდ არ გავხეხე კარგად, რადგან სადილე უნდა მოვამზადო ახლა და აზრი არ აქვს. ვიფიქრე, რომ სადილს რომ მოვამზადებ, შემდეგ გავწმენდა ვთქო კარგად. ვწმენდა აი ასეთი ხსნარით. ეს არის რაღაც როგორ აგიხსნათ, რახშას მაგვარი, შიგნით არის თეთრი და აქვს რაღაც ნაწილაკები. შემდეგ ვხეხავ აი ამით, ესეც სპეციალური კერამიკის პლიტისაა და ამით. მოკლედ ზედმეტი ძალისხმევა სჭირდება ამ პლიტასაც გაწმენდვისას, როგორც ჩვეულებრივ გაზს, რა თქმა უნდა და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ იკაწრება და იხაზება. ახლა გაჩვენებთ აი ხედავთ ალბათ ნაკაწრს და ეს ნაკაწრები რჩება შემდეგ ძალიან მალე იკაწრება. მოკლედ აქაც დაკაწრულია როგორც ხედავთ და ეს პლიტაც არის ახალი, თითქმის 1 წელია რაც მაქვს. ვუფრთხილდები მართლა, არ მინდა რომ მქონდეს ბევრი ნაკაწრი, მაგრამ ხანდახან ვერ ვაკონტროლებ ამ ნაკაწრებს. ეს ალბათ ტაფისგან აქვს ან რომელიმე ქვაბისგან, მოკლედ არ ვიცი. ახლაც აი უნდა დავდგა მოსახარშად სიმინდი და ვიფიქრე, რომ შემდეგ გავწმენდა ვთქო კარგად. ასე რომ არც თუ ისე კარგია ასეთი პლიტა და არც თუ ისე კარგი მოსავლელია, ზუსტად ისევე როგორც გაზი და გაზქურას შემთხვევაში. როგორც ვიცი, ძალიან კარგია ინდუქციური პლიტა, უბრალოდ ინდუქციურ პლიტასაც აქვს თავისი მინუსები, რადგან სჭირდება თავისი სპეციალური ტაფები და ქვაბები, რადგან ყველა ტაფა და ყველა ქვაბი არ მიდის და როგორც ვიცი, ინდუქციური პლიტა უფრო ადვილად იწმინდება, არ იკაწრება და არ ტოვებს აი ასეთ ლაქებს. ცოტა მოგვიანებით გადავედი მეორე მხარეს სამზარეულოს გაწმენდვაზე, რადგან პატარამ გაიღვიძა და ცოტა დრო წაიღო ამ ყველაფერმა, ასევე კადრს მიღმა გავწმინდე ზემოდან სამზარეულოს ფასადი, ცოტა შევღებე კიდეც და მივხვდი, რომ ალაგ-ალაგ შეღებვას აზრი არ აქვს, რადგან ეტყობა ახალი და ძველი შეღებილი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხვალ მოვხსნი სახელურებს და მთლიანად შევღებავ დაბლა მხარეს სამზარეულოსი. დღეისათვის სადილად მოვამზადე ფრიკადელები, ეს არის პატარა კატლეტები, უბრალოდ კატლეტის ფარშია, დავაპატარავე
და გავაკეთე ასეთი პატარები. გერმანიაში ასეთ პატარა კატლეტებს, ფრიკადელებს ეძახიან და ასევე ვამზადებ თურქულ ბრინჯს. არ ვიცი თუ არ ვცდები, თურქული ბრინჯია და თურქეთში ამზადებენ ასეთ ბრინჯს. მოკლედ ჯერ მოვწალე ვერმიშელი, შემდეგ დავამატე ბრინჯი და ახლა ვხარშავ. მეტი არაფერი არ არის დამატებული, არც ხახვი და საერთოდ არაფერი, უბრალოდ კარაქში შევწვი ვერმიშელი. ამ სადილში დიდი განსაკუთრებული არაფერი არ არის, უბრალოდ ვიღებ მათ თვის, ვინც ჩემსავით დაიღალა და აღარ იცის რა მოამზადოს სადილად. შეიძლება ვინმესთვის ეს ინფორმაცია სასარგებლო იყოს და გადაწყვიტოთ თქვენც ხვალისთვის მაგალითად ამ კერძის მომზადება. ძალიან გთხოვთ, დამიწერეთ კომენტარებში, რას ამზადებთ დღეს და მომეცით მეც რჩევები, რისი გაკეთება შეიძლება სადილად, რადგან მართლა დავიღალე იმაზე ფიქრით, თუ რა მოვამზადო დღეს. სადილიც მზად არის, მზადდება სულ რაღაც 10-15 წუთში. თუ არ გაქვთ ასეთი ბრინჯი გასინჯული, აუცილებლად მოამზადეთ და გასინჯეთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი არაფერი პროდუქტი შედის, უბრალოდ ვერმიშელი და ბრინჯი, ეს ორი ერთმანეთის კომბინაციაში ხდება უგემრიელესი და სულ სხვა გემოების ნოტზე მიჰყავს. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.